გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ევროკომისიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7.3% იქნება. უკრაინის და მოლდოვის კი 1.6%. ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზის შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს. ეს მონაცემები ქართული ოცნებისთვის ორმაგი სტანდარტის და უსამართლო დამოკიდებულების კიდევ ერთი დასტურია. მართლ გუნდში გაიხსენეს ევროკავშირის ელჩის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც პაվել ჰერჩინსკი თქვა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. მირიან გორგოძე მუშაობს თემაზე და ის უფრო ვრცლად ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მირიან, გისმენთ. ევროპის ეკონომიკური პროგნოზი ევროკომისიამ სწორედ ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელად ძლიერი რჩება და 2025 წლისთვის 7%-ს გადააჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი დოკუმენტის მიხედვით საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 7.3%-ით განისაზღვრება. როდესაც საუბრობთ იგივე მონაცემ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაგალითად მოლდოვაში და უკრაინაში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს მხოლოდ 1.6%-ს გაუტოლდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება და განაცხადა, რომ ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური მონაცემები ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც საუბრობთ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საგარეო მიმართულებით ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად რჩება და 2030 წლისთვის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება. ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყო და საზოგადოება და დამალო სიმართლე. ევროკომისიას სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, სადაც უარი თქვა საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების შეფასებაზე და რეალურად ეს ანგარიში არ ასახავს იმ რეალურ სურათს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზე და სულ რამდენიმე დღის შემდგომ აქვეყნებს პროგნოზებს, თუ როგორი არის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, სადაც სულ სხვა სურათი იხატება და ძალიან კარგად ჩანს თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც, ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი, რეალურად საუბარი, იმიტომ რომ სწორედ ეს ჭირდება ეკონომიკური სიძლიერე ჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე ვსაუბრობთ. მართალი გუნდის ოპონენტები კი აცხადებენ, რომ შესაძლოა გარკვეული მიმართულებებით საქართველოს ჰქონდეს პოზიტიური მონაცემები. ამ შემთხვევაში თუ კი კონკრეტულად მაგალითად საუბარი არის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ამ მიმართულების სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნებაზე, თუმცა ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ როდესაც საუბარი არის ქვეყნის შეფასებაზე, ამ შემთხვევაში ევროპელი პარტნიორები ძირითად ყურადღებას ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აქცევენ და ამ მიმართულებით მართალი გუნდის ოპონენტების შეფასებით არასახარბიელო ვითარება ქვეყანაში. მაშინ როდესაც მართლ გუნდში აქცენტს აკეთებენ და სვამენ კითხვას, თუ როგორ ხდება, რომ ერთის მხრივ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ოფიციალურ ძალიან ბევრ ანგარიში საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით და მეორე მხრივ ჩვენ როდესაც გაფართოების კუთხით და კონტექსტში საუბრობთ ევროკავშირიდან ვისმენთ კრიტიკულ განცხადებებს ამ ყველაფრის ფონზე, როგორც მართალი გუნდის ლიდერები ესაუბრობენ, ეს არის ევროკავშირის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდებულების კლასიკური გამოხატულება. გარკვეულ ინდექსებში რო ცუდი მაჩვენებელი არ გვაქვს, ახლა ეს არ მიუთითებს იმას, რომ არ არსებობს ის რეალური
პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო და ეს ყველაფერი არის ზედაპირზე და ყველა კარგად ხედავთ, ხო, პოლიტიკური სპექტრი არის გაწმენდილი ფაქტობრივად, არასამთავრობო ორგანიზაციები არის განადგურების პირას, მიმდინარეობს ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტებზე და ზოგადად სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ხელყოფა ხდება ყველა მომდევნო რეპრესიული კანონით, ამიტომაც მთავარი ამოსავალი წერტილი დემოკრატიული თავსებადობის კუთხით აქვს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საკანონმდებლო ან ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციებს. ეს სიტყვაც უკვე ორმაგი სტანდარტი თქვენს მოგწყვიდა მოსახლეობასაც და არავითარი ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის აშკარა ტყუილი. აშკარა ტყუილი, რომელსაც აფუძნებენ შემდგომ მსჯელობას. ერთი მხრივ ამ მონაცემებს აქვეყნებენ, რომელიც ან თავისი გაკეთებული, ან თავისი პროგნოზია, როგორც ბოლო ეს მათი პროგნოზია ევროკავშირის. ან არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები ან შეფასებები სხვადასხვა სფეროში, მართლმსაჯულებიდან დაწყებული დემოკრატიის ხარისხით დამთავრებული, მმართველობის ეფექტურობით გაგრძელებული. რომელსაც ასევე ავტორიტეტულად თვლის ევროკავშირი და თავის საიტებზე აქვეყნებს. ამას ყველაფერს გამოაქვეყნებს და მე დასკვნა საკეთებს, რომ ჩვენ ყველას ჩამორჩებით. საქართველოს იცავდა თავის ინტერესებს და საქართველოს ეს ინტერესები რომ არ დაეცვა, იქნებოდა კატასტროფულ სიტუაციაში. ის რომ მოლდოვას აქვს 2%-ზე დაბალი პროგნოზი მათივე შეფასებით და ჩვენ 7%-ზე მეტი, გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი რეკომენდაციები ამ ნაწილში არ შევასრულეთ. მათი რეკომენდაციები ამ ნაწილში რომ შეგვესრულებინა 1 და 2%-იც არ გვექნებოდა. ჩვენი გაანგარიშებებით მინუსებში გადავიდოდით, შეიძლება -10%-იც კი ვქონოდა. ევროკომისიის მიერ მომზადებული ევროპის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით უკვე ვისაუბრეთ, რომ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-ის ფარგლებში დარჩება. ამავე მონაცემების მიხედვით ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ოდნავ მეტი იქნება, ხოლო სახელმწიფოს ვალი მშპ-ს 35%-მდე შემცირდება. მადლობა მირიან, თქვენ უსმენთ მირიან გორგოძეს. რას მიიღებს ქვეყანა იგხილსის პროექტისგან. პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ვრცლად კიდევ ერთხელ აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა კომერციული ხელშეკრულების შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან 33%-იან მოგებას მიიღებს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა პროექტის უპირატესობებზეც და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის განვითარებას. მთავრობის მეთაურის განმარტებით ეგრეთ წოდებული არაბიზაციაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაცია. შოთა ბალავანდიშვილმა მოისმინა პრემიერის ვრცელი ინტერვიუ და ის შემოერთდება ახლა კურიერის ეთერს. შოთა ეთერში ხარ. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რა სახის ბენეფიტებს მიიღებს საქართველოს და ქართული სახელმწიფო იგხილსის მრავალმილიარდიანი ინვესტიციიდან, რომლის მშენებლობა და განხორციელებაც საქართველოში რამდენიმე თვეში დაიწყება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა, საქართველოს ტერიტორიაზე გააჩენს 2 ახალ ევროპული ტიპის ურბანულ დასახლებას. მშენებლობის პროცესში კი 24,000 ადამიანი დასაქმდება, რაც ეხება გრძელვადიან პერსპექტივაში იგხილსი იქნება 8,000 ადამიანის დამსაქმებელი, რაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერმა განმარტა კომერციული საიდუმლოების შესახებ, ასევე განცხადებები და დეზინფორმაცია, რომელიც მოჰყვა აღნიშნულ, ასე ვთქვათ, მშენებლობის დაწყებას. ირაკლი კობახიძის თქმით, კომერციული საიდუმლო, რომელიც ადევს გრიფად ნაწილობრივ აღნიშნულ ხელშეკრულებას, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და აღნიშნული სტანდარტით ყველა საერთაშორისო ინვესტორი ოპერირებს ამა თუ იმ ქვეყანაში. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ თავის დროზე, როდესაც ანაკლიის კონსორციუმმა აიღო ვალდებულება ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის, სწორედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანიამ მოითხოვა სახელმწიფოსგან კომერციული საიდუმლოების დაცვა. დღეს კი მათი პარტიისა და თანაგუნდელების მხრიდან აღნიშნული თემით სპეკულირება. პრემიერის თქმით, მინიმუმ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. ასევე ირაკლი კობახიძემ განმარტა ისიც, რომ სწორედ მათ ყველაზე კარგად იციან, როგორ კეთდება ბიზნეს შეთანხმებები ამ კუთხით და სპეკულირება ამ თემით არ არის, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი. პრემიერ-მინისტრმა განმარტა ისიც, რომ აღნიშნული პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბიუჯეტს ყოველწლიურად 700 მილიონიან შენატანს მისცემს. ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები ექვემდებარება კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას და ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს, პარტია ლელო და მისმა ლიდერმა
და ნუ მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თვითონ ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან, მთავრობასთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც იყო ასევე ზუსტად იგივე წესით გასაიდუმლოებული და ახლა ეს ადამიანი, რომელიც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, ასეთი ადამიანი სპეკულირებს. ხო მე უსმენდი მას თავის დროს რაც ამ განცხადებებს აკეთებდა, პირველად ვიგრძენი რომ მანაც კი უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. აი ესეთი რაღაცა დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ მანაც კი უხერხულობა იგრძნო. სხვა დროს სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მას მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ შემთხვევაშიც ამ სტატუსის მინიჭება. ხა მიზეზს რაც შეეხება. მიზეზი არის მარტივი, ხო? ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება ექვემდებარება ბუნებრივია შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე. ვიდრე ჩვენ გავაფორმებდით საბოლოო ჯამში იგილხილსთან შეთანხმებას, ამას წინ უძღოდა დაახლოებით 3-თვიანი, 4-თვიანი მოლაპარაკებები, თითეული პუნქტი თანხმდებოდა, თითეული დეტალი თანხმდებოდა და რა თქმა უნდა სახელმწიფოს ინტერესებში იყო, რომ მაქსიმუმი წამოიღო ამ შეთანხმებიდან. ნუ ერთ-ერთი პუნქტი, რაც ნიშნულოვანი იყო ჩვენთვის, ეს არის მაგალითად 33%-იანი მოგება, რომელიც წამოიღო უშუალოდ სუფთა მოგება, რაც წამოიღო სახელმწიფომ ამ პროექტიდან, ხო? შეიძლება აქ ჩვენ თხოვეთ პარტნიორ კომპანიას, რომ მოეცა ჩვენთვის უფლება ამაზე გვესაუბრა საჯაროდ, მაგალითად ამ 33%-იან დათქმაზე, რომელიც არის ხელშეკრულებაში ჩადებული და მადლობა მათ, რომ ამის საშუალება მოგცეს მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო და მხოლოდ დადებითი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ პლუს 700 მილიონი ლარი, რაც ორი სხვადასხვა ფორმით შევა ბიუჯეტში, ეს არის გადასახადები დაახლოებით 500 მილიონი და 200 მილიონი პლუს მოგება ამ 33%-დან. ეს არის ეკონომიკაში დამატებითი შენატანი, დაახლოებით 11 მილიარდი ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ანუ უზარმაზარი მასშტაბის ეფექტია საუბარი, ხო? ეს მეორე. რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარება შეუწყობს ხელს დასაქმება. აქაც კონკრეტული მონაცემები გამოვიტანეთ, ხო? ანუ რამდენი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მიუხედავად არაერთი განმარტებისა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთა, ოპოზიცია კვლავ საუბრობს, რომ კომერციული საიდუმლოება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტია, აღნიშნულ პროექტს არ უნდა ჰქონდეს და ბოლომდე უნდა გასაჯაროვდეს. ხელშეკრულების ყველა დეტალი, რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ აღნიშნული ინვესტიცია ქართული ეკონომიკისთვის არის სოლიდური სტიმული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნის როგორც სუვერენიტეტის, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერებას. შესაბამისად, მმართველი გუნდის წევრებს არ უკვირთ, რომ გარკვეულწილად დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს ამ პროექტის წინააღმდეგ, რადგან მათი აზრით გარკვეულ ძალებს, მათ შორის მათ, ვინც მათი თქმით ლობირებს ოპოზიციის ნაწილს, არ სურს საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, რაც მათი გეგმების, ასე ვთქვათ, განხორციელებას შეუშლის ხელს. საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის შეშფოთებული ამ პროექტთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როცა ასეთი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რიახაც უნდა მოხდეს აი ამ დეტალების თუ ყველა ასე ვთქვათ პუნქტის გამომზეურება, იმიტომ რომ საქმე ეხება ქართულ მიწას და ეხება ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქართულ მიწებს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ხაზარაძე კერძო სექტორში ყოფნის დროს გამოირჩეოდა თაღლითობით და იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის პროცესში, მან რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება. და ყველაფერი ამის ფონზე, როდესაც ის მაინც ესეთ მავნებლურ ორმაგი სტანდარტებით სავსე კამპანიას აწარმოებს, გვიჩვენებს მხოლოდ იმას, რომ როგორ მძიმე დღეში ვარდებიან ადამიანები, როდესაც არიან დარჩენილი უცხო ძალების დავალების შესასრულებლად. სინამდვილეში ლელო იქნება თუ ამ კამპანიის მონაწილეები ებრძვიან ქართულ დემოკრატიას, ქართულ სუვერენიტეტს და ქართულ ეკონომიკას.
იგლხილსთან საინვესტიციო ხელშეკრულება მიმდინარე წელს გაფორმდა კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს საქართველოში, გონიოსა და თბილისში მრავალმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებასა და მშენებლობას რამდენიმე თვეში დაიწყებს. მადლობა შოთა, ეს იყო შოთა ფალავანდიშვილის ჩართვა. უპრეცედენტო ინვესტიციაზე ისაუბრა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქრუიშულმა განმარტა თუ რა სარგებელს მოუტანს 6.6 მილიარდის ღირებულების პროექტი საქართველოს 30,000-მდე სამუშაო ადგილი და ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონი ლარის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ სახელმწიფოს ნულოვანი ფინანსური ვალდებულება აქვს აღნიშნულ პროექტში. აღნიშნული ინვესტიციით ჩვენ გონიოსა და დედაქალაქში მივიღებთ მულტიფუნქციურ ახალ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ერთის მხრივ დიახ ცალსახად აშენდება მათ შორის საცხოვრებელი სივრცეები, თუმცა ფაქტობრივად ნახევარზე მეტი ტერიტორია დაეთმობა სარეკრეაციო სივრცეებს. მოხდება ახალი სასტუმრო ობიექტების, განთავსების ობიექტების მშენებლობა, აჭარის ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე, როდესაც საუბრობ და სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს უშუალოდ ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის და პროდუქტის განვითარების კუთხით, სწორედ ეს პროდუქტი და ეს ახალი მიმართულება, დანიშნულების ადგილი ასეთ შეგვიძლია ვუწოდოთ, უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარას შეუძლია გახდეს 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება, რამე თუ აი ამ დასახლებაში იქნება არაერთი ატრაქცია და არაერთი სანახაობა. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ საწყის ეტაპზე მინიმუმ ის სარგებელი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, ეს არის ახალი 30,000-მდე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მილიარდი ლარის პირდაპირი, ასე ვთქვათ, გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და მესამე საშუალოდ 700 მილიონი ლარის შემოსავალი ყოველ წელიწადში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში უშუალოდ ამ პროექტიდან სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ფინანსური ვალდებულება აღებული ამ პროექტში. სახელმწიფოს არ გაუწია მათ შორის ფინანსური გარანტია და ასევე ხაზგაუსვა, რომ მიუხედავად უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციისა, სახელმწიფოს მათ შორის არ მიუწია საგამონაკლისო ან განსხვავებული შეთავაზება, მათ შორის საგადასახადო აღნიშნული ინვესტორისთვის. სახელმწიფოს ნულოვანი ვალდებულებით, სახელმწიფო მუზრუნველყო რო ერთის მხრივ მოიზიდა ამ ხელა ინვესტიცია, ასეთი რეპუტაბელური ინვესტორი შემოიყვანა, ამ ხელა გავლენა იქნება ჩვენი ქვეყნის დადებითად ეკონომიკაზე და მეოთხე დამატებით ამ ყველაფერთან ერთად ასევე უზრუნველყო ის, რომ 33% პირდაპირ წამოიღო საერთო საწარმოში. ქართული ოცნება სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მაია ბითაძე, რომელიც სტამბულში EUTHO-ს კონფერენციაზე იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ EUTHO-ს ფორმატში ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს. ეს ადამიანები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს, კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც, EUTHO-ს სახელს იყენებენ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წერს მაია ბითაძე. გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა EUTHO-ს კონფერენციის პარალელურად დერეფნებში დადიან საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათმირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს EUTHO-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ. თან ყველამ უნდა იცოდეს, რომ EUTHO-ს ფორმატში IPP ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს. ეს ადამიანები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს, კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც, EUTHO-ს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. მაინტერესებს EUTHO-ს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია? ამაზე უფიქრიათ? მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც EUTHO-ს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება. სტამბულში EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-მე საშემოდგომო სესია მიმდინარეობს. შეხვედრები EUTHO-ს 50-ე წლის თავს ეძღვნება. კონფერენციაზე, რომლის განხილვის თემაა მრავალმხრივი თანამშრომლობის განახლება დიალოგის გზით, ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციის წევრი მაია ბითაძე. მთავარი აქცენტები საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გაკეთდა. წელს განსახილველი თემა მრავალმხრივი თანამშრომლობის განახლება დიალოგის გზით არასდროს ყოფილა ასე აქტუალური. იმ დროს, როდესაც გლობალური ვაჭრობა
დაკავშირებადობა და მდგრადი ზრდა კვლავ წარმოადგენს მშვიდობის საფუძველს, ჩვენი როგორც პარლამენტარების პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოა, ვიდრე ოდესმე. რუსეთის მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტის ოკუპაცია ასახავს ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე არსებულ ღრმა ზეწოლას. ასეთ ვითარებაში წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების პატივისცემა არა მხოლოდ სასურველი, არამედ არსებითად აუცილებელია. ბოლო დროს ზოგიერთი აქტორი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოში ეუთოს ინსტრუმენტალიზაციას ცდილობდა. ასეთი ჩარევა აზიანებს ნდობას, ზრდის პოლარიზაციას და ასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას იმ დროს, როდესაც რეგიონი ომებს, დეზინფორმაციას, კლიმატურ გამოწვევებს და რესურსების დეფიციტს აწყდება. მხოლოდ სანდო მიუკერძოებელ ეუთოს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ მდგრადობას და იყოს პლატფორმა ნამდვილი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. საქართველო ატარებს თავის ზომაზე გაცილებით დიდ ღირებულებებს, თავისუფლებას, სუვერენიტეტს, მშვიდობასა და დაკავშირებადობას. როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს თავისი როლი როგორც საიმედო პარტნიორმა და მნიშვნელოვანმა ჰაბმა. ხელი შეუწყოს უსაფრთხო ვაჭრობას, მდგრად მიწოდების ჯაჭვებს და საერთო კეთილდღეობას სულ უფრო რთულ გლობალურ გარემოში. მაკაბოჭერიშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართა. მანამდე მაკაბოჭერიშვილი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. ვიზიტის ფარგლებში მაკაბოჭერიშვილი ასევე ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრებსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ანუკა ბუავა აშუქებს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, ის ჩაგვერთვება ახლა ისრაელიდან. ანუკა, ეთერში ხარ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრა ქნესეთის პარლამენტში. მაკაბოჭერიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა და ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მეორეს მხრივ შეაჯამა თავად ვიზიტი, რომელიც ამ დროისთვის არის უკვე დასრულებული, ვინაიდან დასრულდა შეხვედრა, როგორც გითხარით, ქნესეთში. მაკაბოჭერიშვილმა თქვა, რომ შეხვედრების ფარგლებში, რომელიც გაიმართა სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის როგორც აღნიშნეთ, საგარეო უწყებაში, მის კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე და სამომავლო ნაბიჯებზე და ასევე თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურის სფეროში, განათლების სფეროში და ტურიზმის მიმართულებით. საერთო ჯამში საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქართველო-ისრაელს აქვს ისტორიული ურთიერთობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, საკმაოდ მჭიდრო არის ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოდ და კარგად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე და ვისაუბრეთ სამომავლოდ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე, რაც არსებობს ჩვენს შორის და ჩვენს ხალხებს შორის და იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც მეტი ძალისხმევა არის საჭირო, იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ბიზნეს კავშირების გაძლიერება, რაც პოზიტიურად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გვირგვინი ჩიამკო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი, მისი ვიზიტი კი მაკაბოჭერიშვილმა დაიწყო იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრით. ეს იყო სწორედ პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართა საპატრიარქოში. რაც შეეხება ქნესეთს, ეს არის ბოლო შეხვედრა, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში არის დასრულებული. მადლობა, ისრაელიდან გვერდებოდა ანუკა ბუავა.
საქართველოში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ ვიზიტის მიზანია იმის განხილვა, თუ როგორ შეძლებს საქართველოს მხარი დაუჭიროს ტრამპის მარშრუტ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამდგომლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა სადახლოს საბაჟო გამშვებპუნქტს, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად შტატების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს. პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებებთან დაკავშირებით ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, ხაზი გაუსვა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების აუცილებლობას. ასევე განმარტა, რომ ისიც, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ქვეყნის სუვერენიტეტის ბოლომდე გამტკიცებაა. საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებების საკომიტეტო განხილვას პარლამენტი ხვალიდან იწყებს. ერთ-ერთი სიახლე იქნება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესი. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს საზღვრებში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას. რასაც შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება და ამის შედეგებს ხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ ხედავთ ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ეს პირველი. და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან. ნებისმიერ მამრჩევლმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და ამაში გულისხმობა რა, უნდა ქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. ინფორმაციის ყველაზე სუფთა წყარო, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობ. ჩვენ ალბათ მარტივ რამეს, რომ რა თქმა უნდა ყველა ინარჩუნებს საარჩევნო უფლებას, ნებისმიერი საზღვარგარეთ ცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე ინარჩუნებს ბუნებრივია საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია რა, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია. ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთა. კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო 20 ათეულში და ევროპის საუკეთესო 20-ში. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო. 29 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში 19 ადგილი დაიკავა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. რომელიც გამოაქვეყნა კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში ჩენდლერის ინსტიტუტმა, წარმოებულია მსოფლიო ბანკის პროექტის გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ და 7 საერთაშორისო შემფასებელ ორგანიზაციას აქვს საქართველოს შეფასებული თვალსაზრისით, ესეც წამყვანი ორგანიზაციები ვაშინგტონის ნოველის think tank-ი Heritage Foundation, არის ბრიტანული წამყვანი ორგანიზაცია Economist Intelligence Unit, არის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია Standard & Poor's-ი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვა და აგრეთვე მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო მარცხმსაჯულების პროექტი და ტიტულოვანი ორგანიზაციებმა საქართველოს შეაფასეს და საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. დანიური კომპანია Novo Nordiskis წარმოებული ინსულინი საქართველოშია. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ Novorapid-ით უკვე ხელმისაწვდომია. პაციენტებს შეუძლიათ თავად აერჩიონ ძველი სქემის მიხედვით ისევ Novorapid-ს დაუბრუნდნენ თუ მკურნალობა მისი ანალოგი ფრანგული Sanofi Aventis წარმოებული Apidrat-ი განაგრძონ. პაციენტებს, რა თქმა უნდა, ამგვარად ამ მედიკამენტის შემოტანით, იმ პირობებში, როდესაც არასდროს ინსულინის მიწოდება არც ერთი წუთით არ ყოფილა შეფერხებული და დაბრკოლებული, მათ ექნებათ კვლავაც ამ ალტერნატიული საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ექნებათ არჩევანი სხვადასხვა ყველაზე მაღალი ხარისხის პრეპარატებს შორის.
ეს იყო პერიოდი, როდესაც ჰქონდათ შეზღუდვა ერთ-ერთ მედიკამენტზე, ამ პერიოდში ისინი მომარაგებულები იყვნენ სხვა მედიკამენტით, ალტერნატიულით, უმაღლესი ხარისხის ალტერნატივით, დღეიდან კვლავ ექნებათ მათ სარგებლობის შესაძლებლობა ორივე მედიკამენტით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 კრა დაფასებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავბაზარზე დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებული ბერი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელი სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. მათ შორის არიან ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკისა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 128 შეხვედრა იმართება. მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე უკანონო დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს, ასევე იმსჯელეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 10 პირი და მათი გათავისუფლების საკითხი წარმოადგენს დღის წესრიგის მთავარ საკითხს. ვისაუბრებთ შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის ფაქტებზე. უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესმა მოიცვა ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები. შეხვედრაზე სპეციალისტები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები, მათ შორის ევროპელი სპეციალისტები. შეჯამდება წლევანდელი საირიგაციო სეზონის შედეგები. წინასწარი დასკვნის თანახმად საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს თავდაპირველად კუდი მოწყდა, შემდეგ ის 3 ნაწილად დაიშალა. განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი განმარტებით შავი ყუთის შემოწმებას და რეალური დასკვნის გამოტანას სულ მცირე 2 თვე დასჭირდება. საკითხზე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმაც. ერდოღანის განცხადებით თვითმფრინავის შავი ყუთის მოძებნა მოხდა ოპერატიულად. მისი თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა კატასტროფისთანავე მოახდინეს მყისიერი მობილიზება. ეფექტურად ითანამშრომლეს პროცესში, ამსხვრევების შეგროვებასა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეგახსენებთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორცვზეც 20 სამხედრო იმყოფებოდა, 11 ნოემბერს კატასტროფა განიცადა. ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ბერესტნზე. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით იერიშ 17 წლის გოგონა ემსხვერპლა. დაშავებულია 9 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. გაეროს უშიშროების საბჭომ ტრამპის გეგმის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ინიციატივა ღაზას სექტორში საერთაშორისო ძალების განთავსებას, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის განიარაღებას და პალესტინელთა გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნას გულისხმობს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოდან 13-მა. რუსეთმა და ჩინეთმა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტში ნახსენებია პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაც. ისრაელი ამ პუნქტს არ ეთანხმება და აკრიტიკებს. რეზოლუციას მიუღებელი უწოდა დაჯგუფება ჰამასმა. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წერს, რომ შეიქმნება სამშვიდობო საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და რომელშიც თავს მოიყრიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერები.
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნა თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ჩამოყალიბების 10 წლის თავი. ეს დღე გაეროს ინიციატივის 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, ასევე სხვადასხვა თემის წარმომადგენლები და სტუმრები ესწრებოდნენ. დედაქალაქ საკრებულოში 10 წლის წინ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ და მადლობა მინდა მათ გადაუხადო ესეთი მუშაობისთვის და ჩვენი სამშობლო ზოგადად საქართველოს და მათ შორის თბილისი გამოირჩევა შემწყნარებლობით, მრავალეთნიკურობის მიმღებლობით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამას აღვნიშნოთ ყოველწლიურად. ჩვენი ქალაქისთვის რა თქმა უნდა ეს არის ისტორია, ჩვენი ქალაქისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი რომ მრავალეთნიკური ერები ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობენ და არიან ერთი დიდი ოჯახი. ამით გამოირჩევა და ამით არის ნამდვილად ჩვენი ქალაქი ძალიან ძლიერი. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2 წერტილი ჭისა.